ეკანოზე. იაკობ ჩიჩინიძემ მშვიდობა მამაო დამოწეს. მადლობა მოგზაურობისთვის. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო და კარგი თემა შევარჩიეთ სასაუბროდ და თუ შეიძლება ამასთან დაკავშირებით მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ღვთისმეტყველებათა შორის განსხვავებაზე გვესაუბრება მამა იაკობი. დიახ, მამაო, რომ გითხრათ, როდის მოხდა აღმოსავლური და დასავლური ეკლესიის გაყოფა და რის ნიადაგზე მოხდა ეს? აღმოსავლეთსა და დასავლეთ ეკლესიების შორის გაყოფა მოხდა 1054 წელს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს გაყოფა მაშინ პოლიტიკური მიზეზების გამოც იყო გარკვეული კანონიკური მიზეზების გამოც, მაგრამ იყო უმთავრესად ასევე საღვთისმეტყველო საკითხებიდან გამომდინარე. დღევანდელ ვითარებაში არ ნარჩუნდება ის ძველი მდგომარეობა, უფრო გაუარესებული ვითარება გვაქვს რომის კათოლიკურმა ეკლესიამ საუკუნეთა განმავლობაში მიიღო სხვა სარწმუნოებრივი მოძღვრებების დამახინჯებები. ჩვენ მას ეკლესია ოდითგანვე ასეთ საკითხებს ერესებს უწოდებს, ერეტიკული აზრები. ეს უნდა ვიცოდეთ, რომ საეკლესიო წესები, კანონები, საეკლესიო ლიტურგიკა ან სხვა ადათ-წესები ეს გარკვეულწილად მაინც მეორე ხარისხოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მაინც მეორე ხარისხოვანია საღვთისმეტყველო საკითხებთან შედარებით და სამწუხაროდ საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის თუ რა საღვთისმეტყველო განსხვავება, ანუ დოგმატური განსხვავება, არსობლივი იგი შეგვიძლია თქვა, განსხვავება რომის კათოლიკურ ეკლესიასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის. თუ კი დასაწყისში შეიძლება და საუბარი ეკლესიების განხეთქილებაზე, სქიზმაზე კათოლიკური ეკლესიისა, ახლა უკვე სქიზმასთან აღარ გვაქვს საქმე, ეს უკვე კვალიფიცირდება როგორც ერესი, იმიტომ რომ სარწმუნოებრივი სწავლება, მოძღვრების გაუკუღმართება, ესეთი უკვე ღრმა, უკვე დაკანონდა ბევრი ეს არასწორი სწავლებები, ტრიდენტის ეგრეთ წოდებულ მე-19 იმათვის ეს მე-19 მსოფლიო კრებაა ტრიდენტი, ეს იყო სადღაც მე-16 საუკუნეში, შემდეგ მე-19 საუკუნეში პირველი ვატიკანის კრებაზე კიდე სხვა დოგმატები დაკანონდა და ანათემაც დაერთო. ვინც არ ღებულობს იმ დოგმატებს, ანათემირებულია კათოლიკური ეკლესიისგან. აი ეს ყველაფერი უკვე ქმნის იმას, რომ ეკლესია, მართლმადიდებლური ეკლესია უკვე აღარ უყურებს ამას როგორც განხეთქილებას, არამედ ეს არის უკვე არანაირი განხეთქილება არ არის, ეკლესია ერთია და ეს არის მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია. საინტერესო ის განსხვავებები, რომლებსაც თქვენ დღეს გააკეთებთ აქცენტებს. აუცილებელია ვიცოდეთ, ძირითადი 8 დოგმატური განსხვავება არის. თავი და თავი ყოველივე ამ დოგმატური განსხვავებებისა ეს არის რომის პაპის პრიმატის შესახებ დოგმატი. რომის პაპის დოგმატი. ეს დოგმატი იყოფა 3 ესე ქვენგაყოფილებით. პირველი არის ის, რომ რომის კათოლიკურ ეკლესიაში სწამთ, რომ პეტრე მოციქული არათუ პატივით იყო აღმატებული დანარჩენ მოციქულებზე, არამედ მადლით. განსაკუთრებულ მადმოსილებას მიაწერენ და თვლიან, რომ კათოლიკური ეკლესიის ეს პაპები ესენი არიან ამ განსაკუთრებული მადმოსილების მემკვიდრეები პეტრესგან. ესე იგი, პირველი ცდომილება ეს არის სწავლება, რომ პეტრე მადლით აღემატებოდა წმინდა პეტრე მოციქული დანარჩენ მოციქულებს და მეორე, რომ პაპი არის ამ მადლის მემკვიდრე. შემდგომი არის რომ იგივე ამ დოგმატში შედის ეს ცრუ შეხედულობა, მათი სწავლებით განსაზღვრულია და დოგმატური განჩინებით არის ეს კათოლიკურ ეკლესიაში, ვინც ამას იტყვის, რომ არა, ანათემირებულია. მათი სწავლებით ეკლესიის თავი არის პაპი. ასეა პირდაპირ კაპუტ უნივერსალის ეკლესიას. ანუ ეკლესიის თავი არის პაპი, მისით ეპისკოპოსობენ ეპისკოპოსები და პატრიარქობენ პატრიარქები, თუ მასთან კავშირში არ არიან, ისინი უმადლოებად მიიჩნევიან. ასევე კათოლიკურ ეკლესიაში მიჩნეულია, რომ რომის პაპი არის პონტიფიქს მაქსიმუს. ეს პონტიფიკუსი უნდა იცოდეთ, რომ ეს შუამავალს ნიშნავს, ეს როგორც დამაკავშირებელს. წარმართულ რომის იმპერიაში პონტიფიკუსებად იწოდებოდნენ კეისრები. ისინი იყვნენ ღმერთსა და ადამიანს შორის დამაკავშირებელი და ამიტომაც მადამი სავალდებულო იყო რელიგიური თაყვანისცემად. აი, ეს რომის კეისრების სახელწოდება გადადის უკვე პაპთან და უკვე ის არის დამაკავშირებელი ხიდი კაცთა და ღმერთს შორის. სინამდვილეში ეს მხოლოდ იესო ქრისტეა.
განსაზღვრებაში კაპუტ უნივერსალის ეკლესია რო წერია, იქ არ წერია რომ ხილული ეკლესიის თავი, არამედ საერთო სოფლიო ეკლესიის თავი. თუმცა შემდეგ საუბრებში ითქმება ხოლმე რომ მხოლოდ ხილული თავია. სინამდვილე კი შემდეგია რომ იესო ქრისტე არის უხილავი თავიც და ხილული თავიც ეკლესიისა. სულიერი და ხილული ეკლესიისაც თავი. შემდეგი განსაზღვრება ისევ ამ მეორე იმაში შედის რომ ამ დოგმატშივე შედის რომ მათი სწავლებით პაპი არის იესო ქრისტეს მემკვიდრე და მოადგილე. ამ ქვეყანაზე ვიკარუს ქრისტი. ასეთი განსაზღვრება აქვს. ეს პირდაპირ რომის პაპის ტიტულატურაში ჯდება. რომის პაპის პრიმატის ესეთი დამაბოლოებელი, დამაგვირგვინებელი, ასე შეიძლება თქვა, განსაზღვრება ეს არის სწავლება იმის შესახებ, რომ რომის პაპი, როდესაც იგი ქადაგებს ექს კათედრა, ანუ კათედრიდან, ამბიონიდან და გადმოსცემს საღვთისმეტყველო სწავლებას, თავის აღასრულებს თავის სამოციქულო ვალდებულობას და გადმოსცემს საეკლესიო მოძღვრებას, ის უცდომელია, უცოდველი კი არა, უცდომელია ამ სარწმუნოებრივ სწავლა მოძღვრებაში. ამ დროს იგი უცდომელია და ექს კათედრა, რასაც იტყვის რომის პაპი, ის ყოველივე ეს არ ექვემდებარება ეკლესიის მიერ გადახედვას. უნდა ეკლესია მორჩილებით ღებულობდეს ამას. აი ესეთი სწავლება. შემდეგ საუბრებში კათოლიკენი ხას უსვამენ ხოლმე რომ კი, მაგრამ ყველა კათედრიდან ყველა კათედრიდან ქადაგება კი არ არისო, ეს განსაკუთრებული მართლაც არის განსაზღვრება, რომ რომის პაპი თვითონ წყვეტს, რომელი ქადაგება არის ექს კათედრა და რომელი არ არის ექს კათედრა, თუ იტყვის ეს იყო ექს კათედრა, მაშინ იქ თუ რამე იყო ნათქვამი, თუნდაც სიახლე დოგმატად იქნება მიღებული. ერთ-ერთი ეგეთი დოგმატიც არსებობს, რომელიც პატრიარქმა ეს კათედრა გამოაცხადა. შემდეგ მეორე ესეთი სერიოზული დოგმატური ცდომილება მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ სამართლიანად ერესად შეფასებული არის ფილიოკვე. ფილიოკვე ეს არ არის საღვთისმეტყველო აზრი, ეს არის დოგმატური სწავლება კათოლიკურ ეკლესიაში, მათ წამში დაუმატეს მუხში და ძისაგან, სულიწმინდა რომელიც გამოვალს მამისაგან და ძისაგან. აი ესე დაუმატეს მათ ეს საკითხი. ამით მოექცნენ მესამე მსოფლიო კრების ანათემის ქვეშ, იმიტომ რომ მესამე მსოფლიო კრებამ თქვა, რომ წამში ნურავინ დაუმატებს ნურაფერს. შემდეგ ისინი ამბობენ, რომ იცით, პირველი მსოფლიო კრების მწამსი, მეორე მსოფლიო კრების მწამსის მიერ იქნა შევსებული და განვრცობილი უფრო რაღაც გარკვეული ტერმინები დახვეწილი და ამიტომაც იწოდება ეს წამსი ნიკეა კონსტანტინოპოლის წამსად. და უკვე ამის შემდეგ იყო მიღებული განჩინება, რომ ნურავი ნუღა დაუმატებს. მათ მოყავთ ხოლმე ეს მაგალითი, რომ პირველი მსოფლიო კრების წამსი მეორე კრებამ შეცვალა და ამის საფუძველზე ამბობენ რა მოხდა, ჩვენც ასე შევცვალეთ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ პირველი მსოფლიო კრების წამს არ ქონდა განჩინება, რომ ნუღარავინ ნუღარ შეავსებს ამას. ეს განჩინება უკვე მეორე მესამე მსოფლიო კრებებზე იქნა მიღებული და ანათემაც არის. აქედან დაძრომას თავის დაძრომად ვატიკანის მეორე ვატიკანის მსოფლიო ეგეთ წოდებული მსოფლიო კრების შემდეგ ესე ფიქრობენ, რომ ამბობენ, ვისაც უნდა თქვას მწამში ეს და ვისაც უნდა ნუიტყვის, მაგრამ საქმე იმაშია, რომ უკვე დაშვება მწამში ფილიოკვეს, უკვე ანათემას ექვემდებარება და ვისაც უნდა იტყვის და ვისაც უნდა ამას ვერ შველის. ამიტომ ეს მეორე ძალიან დიდი დოგმატური ცდომილება და ერეტიკული აზრი. კიდევ აღმოსავლეთ წმინდა მამებში, ანუ მართლმადიდებლურ წმინდა მამებში, ცნობილია, რომ ისინი გვასწავლიდნენ, რომ სულიწმინდა ყოლაწმინდა სამების მეორე ჰიპოსტასი, მესამე ჰიპოსტასი გამოვალს მამისაგან ძის მიერ. ეს ცნობილია კათოლიკე ღვთისმეტყველთათვის, რომის კათოლიკე ღვთისმეტყველთათვის და ისინი ცდილობენ, რომ თქვან, რომ ეს ძისაგან და ძის მიერ ეს ერთი და იგივეა. რაც მართლმადიდებლების მხრიდან კატეგორიულად უარყოფილია, რადგანაც ერთია რომ ძისაგან და მეორეა ძის მიერ. ძის მიერ ნიშნავს იმას, რომ საეკლესიო განმარტებით, რომ მამისაგან ძის შობით მამისგან გამოვალს სულიწმინდა. და შედარებული ასეთი იოანე დამასკელსაც აქეთი ხატოვანი შედარება სიმბოლური, ძალიან სიმბოლური, მაგრამ მაინც რომ როცა ჩვენ წარმოთქვავთ სიტყვას, ჩვენი სიტყვა ჰიპოსტასურობის მქონე არ არის და ერთასი არ არის ჩვენთან, მაგრამ ხატება გვაქვს ღვთისა და ეს არის. როცა ჩვენ წარმოთქვავთ სიტყვას, ჩვენ აზრს წარმოთქვამთ, ჩვენ სიტყვის წარმოთქვას მოყვება ჰაერის ბერვა და ასევე მამისგან ძის შობით მამისგან გამოვალ სული.
ესე იგი ძის მიერ გამოვალს მამისგან სული და არა თუ ძისაგან, როგორც ერთი საწყისისგან ან რამე, ეს უკვე კათოლიკური სწავლება. მესამე დოგმატი, ესეთი ცრუ დოგმატური შეხედულობა, რომელიც აქვს კათოლიკურ ეკლესიებს, ეს შეიძლება უფრო თავშიც მოგვიყვანა, მაგრამ მაინც ყველაფრის სათავე რომის პაპის პრიმატია არის, დოგმატური სწავლება რომის პაპზე, ამიტომ ის დავსვით. ეს პირველი მაინც არის რომის კათოლიკური ეკლესიის მცდარი სწავლება, რომლის მიხედვითაც ეკლესიაში ხდება ახალი დოგმატების წვდომა, ახალი დოგმატების აღმოჩენა, დოგმატების განვითარება, ეგრეთ წოდებული მართლმადიდებელი ეკლესია ასწავლის, რომ ხდება დოგმატების განმარტება და არა თუ დოგმატების აღმოჩენა. ანუ ისეთი რამე არ შეიძლება დოგმატაც გამოცხადეს, რაც აქ გამოცხადებაში არ აგვაქვს ჩვენ ფოძებული. და კათოლიკურ ეკლესიაში ეს ხდება და ამისი მაგალითი არის აი შემდეგი ეს უკვე მეოთხე დოგმატური გაუკუღმართება, სწავლება განსაწმენდელის სალხინებელის შესახებ. წმინდა წერილიდან ჩვენ ვიცით, რომ და საეკლესიო სწავლებიდან ოდითგანვე იყო განჩინებული, არსებობს ჯოჯოხეთი, არსებობს სამოთხე ეს და შუა ნაწილი მათ შორის აღარ არსებობს. კათოლიკური ეკლესიის სწავლებით არსებობს კიდევ შუა ნაწილი, განსაწმენდელი სალხინებელი, რომელიც არც სამოთხეა, არ ჯოჯოხეთია და იქ ცოდვილი სულები იტანჯებიან და ამ ტანჯვით იწმინდებიან. მაგრამ უნდა გითხრათ, რომ კათოლიკური ეკლესიის სწავლებით აქ არ ხვდებიან სხვა კონფესიის მიმდევრები, აქ მარტო კათოლიკები ხვდებიან და ისინი ტანჯვის გზით დაუშვათ ადამიანი 10 წელი ცოდავდა, 10 წელი იტანჯება დაახლოებით და მერე განიწმინდება ამ ტანჯვით და ცხონდება. ეს სწავლება ღრმად გაუკუღმართებული სწავლებაა, იმიტომ რომ შემოაქვს რაღაც შუა ადგილი და კიდევ სამოთხისა და ჯოჯოხეთის გარდა და კიდევ იმაშია საქმე, რომ ჩვენ ვიცით, რომ ადამიანის განწმენდა არის სინანულით და წმინდა წერილი გვასწავლის ჯოჯოხეთშინა ვინ აღიაროს შენ. იქ ადამიანი თავისი არჩევანით მიდის და ეს განწმენდა აბსურდულია. არჩევანი უკვე გაკეთებული აქ ადამიანს და გადის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რაში დაგიჭერ, იმაში განსჯი, ამბობს კიდევ წმინდა წერილში უფალი. ანუ როგორც წარდგები და ვის შეეწევა ეკლესიის ლოცვა გარდაცვალებულთაგან, ვინც გარდაიცვალა რწმენაში, თუმცა ცოდავდა, მაგრამ ნათლობა არ უარყვია, რწმენი წავიდა და წუხილი აქვს თავის ცოდვების გამო. ასეთ ადამიანებს ვიხსენებ ჩვენ მონათლულებს და ეკლესიის ლოცვა მიმართულია ღვთის გულმოწყალების მიმართ, რათა უფალმა თავის გულმოწყალებით აცხონოს. ისინი ეს მევედ მოსulis ჟამს საყოველთაო სამჯავროზე. ჯოჯოხეთი ამ კუთხით იყოფა ორ ნაწილად, ესე ვთქვათ, ცხონებადნი და წარწმედადნი. ანუ ისინი ვინც ჯოჯოხეთშიც ეკლესიის ლოცვით მათ სახელზე მათ უკვე თავისთვის არაფრის ეკეთი არ შეუძლიათ, ეკლესიისგან გაღებული ეს უსისხლო მსხვერპლით, მათი მოხსენიებით, ვისაც მოხსენებელი არ ყავს, იმასაც იხსენიებს ეკლესია, მართლმადიდებლებს ყველას, აი ღვთის მოწყალებით გამოხსნილი იქნებიან მევედ მოსulis ჟამს. საბოლოო ვინც შეიძლება რომ გამოხსნილი იქნას. ხოლო ვინც მოუნათლავი იყო ან თვითმკვლელობით წავიდა, იმათზე ლოცვა ეკლესიისგან აკრძალულია კატეგორიულად იმათზე, ან ერეში გარდაიცვალა, სექტაში წავიდა და იქ გარდაიცვალა, იმიტომ რომ ეს ლოცვა არათუ არ შეეწევა, არამედ იმისთვისაც დამამძიმებელია და თვითონ ლოცველით ძიმედ ცოდავს. მომაკვდინებელი ცოდვისთვის მიილოცობთ მოციქული იოანე გვეუბნება. შემდეგი არის ინდულგენცია. სრუსწავლება იმის შესახებ, რომ წმინდანებმა იმდენი იღვაწეს, თითქოს ნამეტნავი დამსახურებები აქვს წმინდანებს. წმინდანებმა იმდენი იღვაწეს ამ დიდმა წმინდანებმა, რომ თავის ცხონებისთვისაც მოიპოვეს მადლი და კიდევ ზედმეტი აქვთ. ეს არის სრუსწავლება ნამდვილად, იმიტომ რომ არავინ ღირსი არ არის უფლისა და ცხონებისა და ზიარებისა და ყველა წმინდანი ცხონდა ღვთის გულმოწყალებით. და მათი მოღვაწეობა ეს იყო სწრაფვა, უფლისა, ეს იყო გამოვლენა მათი ღვთისადმი სიყვარულისა და არა თუ ის რომ ისინი ღირსნი იყვნენ უფლისა. ყველა დიდი წმინდანები თავის თავს ცოდვილებად თვლიდნენ და ამისი და თვლიდნენ არად გარეგნულად, არამედ შინაგანად. მაგრამ მხოლოდ გარეგნულად ამბობდნენ სიტყვებს, მაპატიე ჩვენი ცოდვები. პავლე მოციქული ავიღოთ, რომელიც ამბობს, რომ ქრისტე მოვიდა ცოდვილთა საცხონებლად, რომელთაგან პირველი მე ვარ. ინდულგენცია თანამედროვე კათოლიკურ ეკლესიაში აღარ არის ფულზე, ადრე ფულზე იყო ეს ცნობილია და ამას არაერთხელ აღნიშნავდნენ ხოლმე ძველები და რაღაცა დასაცინად იყო ხოლმე ეს მაგალითები, მაგრამ ეხლა არის კურთხევი. თუ რომის პაპი გამოაცხადებს, რომ მიმდინარეობს შენებლობა, რამე ტაძრის, რამე ქველმოქმედებითი საქმეა და ვინც იქ მიიღებს მონაწილეობას, იმას მიეცემა შენდობა და გამოხსნა რისგან ინდულგენცია გამოიხსნის, ისინი თვლიან ცოდვების შედეგები.
ცოდვის შედეგები. ანუ კი, ცოდვისთვის პასუხისგებლობა სინანულში მიეტება, ინდულგენცია კი პატიობს შედეგებს. ანუ შენ რო სხვის ოჯახი, ადამიანი თუ სხვის ოჯახს დაანგრევს, მის ოჯახზეც მოვა ეს განსაცდელი და მათი რწმენით ესეა რომ ითომ აი ეს შედეგები აღარ მოვა ინდულგენციის მადლით. ბოლოს სამი დარჩა და ეს დავასახელეთ. ეს არის ძალიან მოგვიანებით ასეთი პაპის მიერ პიუს მიერ როგორც მახსოვს, ექს კათედრა ნაკადაგები და ბულაც გამოსცა მის კადაგების დოგმატი ღვთისმშობლის უბიწოდ, ეგრეთ წოდებული უბიწოდ ჩასახვის შესახებ, რომ სულიწმინდი ჩაისახა დედაღვთისა, ისევე როგორც უფალი, არა თუ მამისგან, უშუალოდ უფლისგან და ამ დოგმატის სწავლებით დედაღვთისას არ ქონდა ადამიანისეული ცოდვა. მართლმადიდებელი ეკლესია ასწავლის, რომ პიროვნული ცოდვა არ ქონდა ყოვლადწმიდა ქალწულს, მაგრამ ბუნებით იყო ადამიანის შვილი, მხევალი ადამიანისა და უფალმა განწმინდა წიაღი მისი და აი უკვე შობილ დედაღვთის შობელში განწმინდა წიაღი და მისგან როგორც მიწისგან ახლა წმინდა მიწისგან აიღო ეს სისხლი თბეი ჩვენი და შეისხა ხორცი, მაგრამ მას ქონდა წმინდა ჯვარმა დედაღვთისაც გამოიხსნა კათოლიკური რწმენით ესე არ არის, ის იყო სული წმინდით, აი დაახლოებით ისევე როგორც უფალი ესე ჩასახული და ეს აკნინებს დედაღვთისას. დედაღვთისას ღირსება ის არის, რომ იგი ბუნები ჩვენაირი იყო, მაგრამ პიროვნულად იყო თავისი მისი განსაკუთრებულობა, მის პიროვნებაშია და ის არის ძველი აღთქმის მართალი მოდგმის შთამომავლობა, ყვავილი, რომელმაც გამოიღო ეს დიდი ნაყოფი უფალი. აქ ჩდება კითხვა, თუ დედაღვთისას არ ქონდა ადამიანისეული ცოდვა, მას რატომ გარდაიცვალა იგი? იმიტომ ვიცით, რომ ფიზიკური გარდაცვალება ეს არის ცოდვის შედეგი. ადამიანისეული ცოდვის შედეგი. უფალი მოკვდა ჩვენ მაგივრად. ჩვენი ცოდვები იტვირთა, როგორცაა სიტყვები უფლისა, ღმერთო ჩემო, რა ისათვის დამიტევე მე. და ესაია წინასწარმეტყველს უკვე განმარტებული აქვს ძველ აღთქმაში, ის ჩვენ ცოდვებს ტვირთულობდა, ჩვენ კი იგი ღვთისგან მიტოვებული გვეგონა. ანუ ჩვენ უნდა მოვკვდარიყავით საუკუნო სიკვდილი და უფალი მოკვდა და იტვირთა თავის თავზე და სიკვდილი დახსნა, გასაგები. და ისმის კითხვა, დედაღვთისას თუ ადამიანისეული ცოდვა არ ქონდა, რატომღა გარდაიცვალა იგი? და აქ თანამედროვე კათოლიკ ღვთისმეტყველებში არის ეს პასუხი, რომ იგიც თანამონაწილეა კაცობრიობის გამოხსნისა. ფაქტურად ორი მხსნელი გამოდის და ეს უკვე დედაღვთისმშობლის პატივისცემა კი არ არის, დაკნინება. რასაც ცნობილია, რომ პირველ საუკუნეებში არ იწერებოდა ბევრი ისინი ღვთისმშობლის შესახებ, იმიტომ რომ დედაღვთისა მოციქულებს უგზალავდა მის შესახებ დაეწერათ, რომ რაიმენაირად მისი ეს დიდებულობა, როგორც ვთქვათ, არ ესე იგი უფალთან თანდასწრებით მის არანაირ დიდებაზე რო არ ელაპარაკათ. ამიტომ არის რომ პირველ საუკუნეში უფრო ესე მოციქულები უფრო დაფარული პატივისცემით იხსენებენ ჩანს ეს და მით უმეტეს ესეთი რამე ყოვლადწმინდასთვის სათნო არა. ბოლოს წინა ეს საღვთო ნათელის შესახებ სწავლება, ძალიან მნიშვნელოვანი სწავლება ეს ცნობილია წმინდა გრიგოლ პალამა როგორ თავდადებით იცავდა მართლმადიდებლურ მოძღვრებას საღვთო ნათელის ღვთაებრიობის შესახებ. რომის კათოლიკური ეკლესიის სწავლებით, რაც არ უნდა გავუკვირდეს, ესეა ფაქტი და უნდა ვიცოდეთ ეს, მადლი, რითაც ხდება კაცობრიობის გამოხსნა, არის ქმნილი მადლი. ანუ ფერიცვალებისას უფალმა ეს უფლის ღვთაებრივი ნათელი კი არ იყო ეს, საღვთო ნათელი კი არ იყო ეს, მარადიული ნათელი, არამედ შექმნილი ნათელი იყო, რაც იხილეს მოციქულებმა. ანუ მათი სწავლებით მადლი ღვთისა არის შექმნილი, ესეთი ტერმინიც აქვს, გრაცია კრეატა, ანუ შექმნილი მადლი. და კაცობრიობა გამოხსნილი ხდება არათუ საღვთო მადლით, უქმნელი მადლით, არამედ ქმნილი მადლით და შემთხვევითი არ არის, რომ ხშირად ამ გამოხსნას ისინი გამართლებას უწოდებენ. როცა ადამიანის განხთობა ხდება, მართლმადიდებლური სწავლება ასწავლის, რომ ადამიანი უნდა განიხტოს და როგორ შეიძლება მოხდეს განხთობა რაღაც შექმნილი მადლით. ეს მოხდება მხოლოდ ღვთაებრივ არსთან, საღვთო, მარადიული, საღვთო ენერგიით, მადლით თანაზიარობ. და ბოლოს შეგვიძლია მოვიყვანოთ უკვე ესეთი მერვე თეისტური ევოლუციონიზმი, ქვია ამ ცრუ სწავლებას. მათთან ეს თლათ ესე დოგმატად არ არის გავრცელებული, მაგრამ მიღებული სწავლებაა ეს, პაპისგანაც მოწონებულია. თეისტური ევოლუციონიზმი ეს არის თანამედროვე კათოლიკური ეკლესიის ესეთი დათმობა დარვინიზმის მიმართ. თეისტური ევოლუციონიზმის სრულ სწავლება ასწავლის იმას, რომ ღმერთმა შექმნა ჯერ ცოცხალი უჯრედი, შემდეგ თანდათანობით წარმართა მისი განვითარება და მარტივი არსებებიდან რთულ არსებამდე ბოლოს გამოირჩია
მაიმუნთა ისეთი ჯიში, რომელიც ფიზიკურად და ტვინის განვითარებით სხვა ჯიშებს ჯობდა, მაიმუნი გამოირჩა და მაიმუნებში ისეთი ჯიში, რომელიც ფიზიკური და გონებრივი ესეთი ტვინის განვითარებით ჯობდა სხვა არსებებს და მისცა სული, გონება. აი ეს არის მათი სწავლება, ფაქტობრივად ეს პაპსაც აქვს არაერთის მოწონებული და ეს არის ხარკი დარვინიზმის მიმართ რო არ დაპირისპირებოდა მოერგნენ. მაგრამ ცნობილია, რომ მეცნიერება თანდათანობით ამ ხელს ამას და დარვინიზმის სწავლება, რომ მაიმუნისგან წარმოიშვა ადამიანი, უკვე სერიოზულ კრიტიკის ქვეშ არის დღესდღეობით. ევოლუციონიზმი არის, ევოლუცია არის, ოღონ არა ჯიშიდან ჯიშებში, არამედ თითოეულ ცალკეულ ჯიშში. ანუ გვარიდან გვარში გადასვლა არ ხდება. ვერანაირ მაიმუნი ადამიანად ვერ გადაიქცევა. არის ესეთი რაღაცა, რაც არანაირ ცხოველს არ აქვს. ეს არის ადამიანის ეს ზეცისკენ მიმართული სახე, კისერის აგებულობა, მაიმუნს ეს არც ერთ მაიმუნს ესე არ აქვს, ჩვენ შეგვიძლია ზეცად ვიყურო და ისინი ქვემოთ ეყურებიან. და მეორე, ეს არის თმები, ადამიანის თმები არ ესე იგი სულ არ ხდება თმების, როგორც ცხოველის. ადამიანს უესდება და ესდება. ესეც აუხსნელია. რაც შეეხება გენეტიკით, ესე რაღაც 90 თუ 50%-ით ბანანის გენსაც გავს ჩვენი გენი. შემოქმედი ერთი გვყავს ჩვენ, მაგრამ ადამიანი განსაკუთრებული ქმნილებაა. თვითონ ამას ისინი დოგმატად თარგმნიან, მაგრამ ეს დოგმატური საკითხია და ძალიან დიდი მადლობა. ეს ისეთი სწავლებებია, რაც ჩვენ შორის უბსკრულს ქმნის. გეტყვით, რომ ძალიან სერიოზული, იქიდან ჩანს ძალიან სერიოზული რამეა, იმიტომ რომ თუ კი ვიტყვით, რომ იესო ქრისტე არ არის ხილული თავი ეკლესიის, მაშინ ის იესო ქრისტე არ არის. იესო ქრისტე არ არის ის, ვინც არ არის ხილული ეკლესიის თავი. იესო ქრისტე არ არის ის, ვისაც ყავს 60-ის და ჯუჯუხეთის გარდა შუა ადგილი. იესო ქრისტე არ არის ის, ვინც ინდულგენციებით პატიობს. აი, მოციქულ პავლეს აქვს ეს მე მწარი, ახლა მესმის კათოლიკეთათვის ეს მამის მოსმენა, მაგრამ რომ არ გამოვიდეს ისე, რომ სხვა იესოს ვქადაგებთ. ძალიან მნიშვნელოვანია დაუბრუნდეთ პირველი საუკუნეების, ადრეული საუკუნეების მამების სწავლებას და უერთგულოთ მას. როგორც კიდე ჩვენ ვართ, ჩვენ გვწამს ის, მართლმადიდებლები ეს ამბობ, ეს მესამე საუკუნის წმინდანის სწავლება, ჩვენ გვწამს ის, რაც ყველას ყოველთვის და ყველგან სწამდა. ჩვენსა და კათოლიკეს შორის არ არის სქიზმა, ჩვენს არის ეს არის ერთო ეკლესია არ არის გაყოფილი, ეკლესია ერთია მართლმადიდებლური და ჩვენი მათთან ერთობა შესაძლებელია მხოლოდ მათ მიერ სარწმუნოებრივი დამახინჯების უარყოფაზე. ეს სწავლება დაცულია არსენი ყალთუელთან, ეფრემ მცირე, გრიგოლ პალამა, მარკო ზეფესელი, დიდი ღვთისმეტყველები და ამის ესე იგი ეს როგორი ის ღვთისმეტყველები, რომლებიც მართლმადიდებლური მოძღვრების ბურჯები არიან. და შესაბამისად ამის უარყოფა ნიშნავს ეკლესიის უარყოფას. ძალიან საინტერესო იყო, როგორც ყოველთვის თქვენი სტუმრობა. მე შევახსენებ ჩვენს ერთგულ მაყურებელს, რომ მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ღვთისმეტყველებათა შორის განსხვავებაზე საუბრობდა დეკანოზი იაკობ ჩიჩილიძე, რომელიც არის თბილისის სასულიერო სემინარია აკადემიის რელიგიათმცოდნეობის კათედრის გამგის თანაშემწე. გემშვიდობებით, მამო.